გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის არხში 30 წლის კაცი დაიღუპა. ინფორმაციას ქართლის ამბები ავრცელებს და წერს, რომ კაცი სავარაუდოდ არხში ჩავარდა. დავით მათიკაშვილის საჩივრის საფუძველზე აქტივისტ ლექსოს სამხარაძეს 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ოცნების წევრი აქტივისტ შეურაცხყოფისთვის უჩიოდა. საქმეზე განაჩენი სასამართლომ 13 ივნისს გამოიტანა. ირანის სამთავრობო მედიის ინფორმაციით ისრაელის თავდასხმის შედეგად კიდევ 2 გენერალი დაიღუპა. მოკლულია ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალი ღოლამ რეზა მეჰრაბი და ოპერაციების უფროსის მოადგილე მეჰდი რაბანი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სვეტიცხოვლის რეაბილიტაციისთვის ემზადება საკათედრო ტაძრის დროებითი გადახურვისთვისა და ხარაჩვეების მოსაწყობად 110,000 ლარი, კვლევითი სამუშაოებისთვის კი 652,000 ლარი გამოიღო.